თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება ასფალტის საფარი გლდანი ნათალდევის რაიონში. მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდა ბეტონის ბორდიურები და ტროტუარები. თბილისის მერმა დღეს ცინცაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და მოსახლეობა შეხვდა. გიგი უგულავამ ადგილობრივებს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ახალ სადაზღვევო პაკეტზე ესაუბრა. თბილისი ხელა და იმდენი დაახლოებული ერთმანეთზე პრობლემებია, რომ აი როგორც კი ერთი რამე გაკეთდება, მერე მეორე ჯამიშდება. მეორე გაკეთდება, მესამე, მეოთხე და ესე მუდმივად არის. მე 70 ის? ხო და ეხლა სექტემბრიდან თქვენზეც გავრცელდება ისევე როგორც ყველა პენსიონერზე დაზღვევა და შესაძლებლობა გექნება ამ დაზღვევით ისარგებლოთ, საავადმყოფო იქნება, ექიმის გამოძახება, იქნება სხვადასხვა ამბულატორიული თუ სტაციონარული მომსახურება. ანუ ის თქვათ რაც შეიძლება მერტვან უნდა გაჭიროს და სიტყვაზე დააჯდება 1000 ვარი, ხო? ის შეიძლება დაგიჟდეს 100 ვარი. და შესაბამისად ეხლა ყველა პენსიონერზე გავრცელდება ესა. ისევე როგორც 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვებს. სტატისტიკა როგორც ანახავს, წლის განმავლობაში საპენსიო ასაკის ადამიანი მინიმუმ 2-ჯერ მაინც მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას. მინიმუმ 2-ჯერ. და ის 2-ჯერ მიმართვა დაახლოებით იქნება, აი რომ სულ მცირე რო ავიღოთ 1,500-600 ლარის. ანუ რეალურად წელიწადში მინიმუმ 500-600 შეიძლება რაღაც 1000 ლარიც კი დაძოგოს, მე სულ მინიმალურს ვამბობ, სულ მინიმალურს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი შეღავათი იქნება. და ხა პენსიონერისთვის ყველაზე დიდი ხარჯი მაინც ჯანდაცვის ხარჯი. ძალიან მნიშვნელოვანია მე მისი მოხმარება, რომ როცა ვერ მიდიხარ, ოჯახის ექიმი შეგიძლია გამოიძახო, ყველანაირ კონსულტაციას ჩაგიტარებს, ასე ვთქვათ, მიმართულებას მოგცემს და მერე უკვე საავადმყოფო იქნება იქ პოლიკლინიკა თუ რაღაცა სხვანაირი მკურნალობა რაც დაჭირდება 90% შემოგეშლება. არსებითად ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ახლა მაინც ეს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა გავაჩინოთ ქალაქში და მთელ ქვეყანაში.